канализация, чтобы вы понимали, сверху люди ходят в туалет. საკანალიზაციო მილიდან გაჟონვის, მტვრისა და ანტისანიტარიის პირობებში 17 ადამიანს უკვე 1 წელია უწევს ყოფნა. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში რჩებიან. ყვებიან, რომ არ აქვთ სათანადო პირობები, არც საკმარისი საკვები და ჰიგიენის საშუალებები. რამდენიმე ადამიანი მძიმედ არის ავად და შესაბამისი მედიკამენტები სჭირდება, რასაც ვერ იღებს. ერთ-ერთმა ცალთვალში მხედველობა დაკარგა. მათ ამ დრომდე არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტები, ამიტომ საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებენ. ჩვენ შორის 2 შიცით ინფიცირებულია, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ. უკვე 1 წელია წამლები არ მეუღიათ. არანორმალურ პირობებში ვართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარი ავადაა. მხოლოდ 1 თასი გვაქვს და ყველა იმაში ვბანაობთ. ჭერში შიშველი კედლებია, მტვერი და სრული ანტისანიტარია. ერთმა ჩვენგანმა დაბინძურების შედეგად თვალი დაკარგა. გამოვიძახეთ სასწრაფო, მხოლოდ წვეთები მოიტანეს და ვერ შეძლეს დახმარება. ამის შემდეგ მწვავე ანთება დაემართა. 1 თვის განმავლობაში ვიძახებდით სასწრაფოს. რაც შეეხება საკვებს, ბოლოს საელჩოდან დაახლოებით 2 კვირის წინ მოიტანეს. აქ 17 კაცი ვართ და საჭმელს ვიზოგავთ. არ ვიცი შემდეგში კიდევ როდის მოიტანენ. არავინ არაფერს ამბობს. არ ვიცით საერთოდ მოიტანენ თუ არა. ჩვენ არ გვჭირდება უკეთესი პირობები, ჩვენ დოკუმენტები გვჭირდება. ნეიტრალურ ზონაში მყოფები დახმარებას უკრაინის საელჩოსგან ითხოვენ. ამბობენ, რომ უკრაინაში დაბრუნება არ სურთ. ამიტომ მათი მოთხოვნა საქართველოში შემოსვლაა, რის შემდეგაც თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებს დაიწყებენ ან ქვეყანას დატოვებენ. 1 წელია სამედიცინო და ყველანაირი დახმარების გარეშე ვართ. მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ მოგცეს შესაბამისი დოკუმენტები, რადგან არ გვინდა უკრაინაში დაბრუნება. ჩვენ შორის მძიმე ავადმყოფები არიან, შიციდა და ჰეპატიტით დაავადებულები, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო რეგულარულ მკურნალობას. უკრაინის მოქალაქეები წინა წლის ზაფხულში რუსეთმა გამოადეპორტა და საქართველოს საზღვართან დატოვა. უკან რუსეთში დაბრუნების უფლება არ აქვთ. დოკუმენტების არ ქონის გამო ვერც საქართველოში შემოდიან. ერთადერთი გზა მათთვის უკრაინაში დაბრუნება. ადვოკატის განმარტებით უმეტესობა მათგანი ოკუპირებული ყირიმიდან და ხერსონიდან არის. ისინი რუსებმა გაიტაცეს და გამოადეპორტეს, რადგან უკრაინელები არიან. დარია სამადუროვა პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. იმის მიუხედავად, რომ ეს პირები ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში რჩებიან. ადვოკატი მათი სამართლებრივი დოკუმენტებით უზრუნველყოფას ითხოვს. ლაპარაკობს დისკრედიტაციის კამპანიაზეც დაკავებული პირების მიმართ. თითქოს ეს პირები არიან რაღაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ადრე ნასამართლებლები. 17 პირიდან 7 საერთოდ არ არის ნასამართლები. ხოლო დანარჩენის დანაშაულის სიმძიმე შეფასებითია. ამ არგუმენტზე დაყრდნობა მე ვთვლი, რომ არასწორია და მეც გეტყვით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. უმეტესობა ცხოვრობდა ყირიმში, ანექსირებულ ყირიმში. რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს რუსეთის სამხედროებმა უკრაინიდან და შემდეგ მოახდინეს მისი გაძევება. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 17 პირის შესახებ განმარტებებს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადების თანახმად, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო იმასაც ასახელებს, რომ ამ პირებს აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. მათი სამშობლოში დასაბრუნებლად კი უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადრე იყო ესეთი რაღაც, რომ აი თქვენი ვინაობები როგორც კი დადასტურდებაო, ეგრევე გაგიშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიროვნებების ვინაობა დადასტურებულია, მაინც არ უშვებენ საქართველოში. ნეიტრალურ ზონაში მყოფ 17 პირს შორის არ არიან ქალები და ბავშვები. 1 წლის წინ დარიალის ნეიტრალურ ზონაში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ითხოვდნენ, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტები არ ჰქონდათ. გასული წლის აგვისტოში უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა.